ერქვა თუ ეს ერქვა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რატო შემეკითხა რა ერქვა? კაი ჯანდაბას. მოკედა მეფე იყო ცუდი ტიპი. თორე კაი მეფეებიც არიან. ეს უჭამდა. ჭამელები ხო იცი არ არიან კაი ხალხი. დაეკარგა ხალვის გემო. ფული აქვს, სახლი აქვს, კარი აქვს, ყმები ყავს, მთელი ამბავი და საჭმელზე ვეღარ გაიგ, გემო დაკარგა. აბა ექიმები, აბა ისა და ვერან ვერ უშველა, ბოლოს ერთი მოლა მივიდა. აზიაში ხდება ეგ ამბავი. მოლა რა? თან ჩვენ მოლა? მოლა იგივე ხდელია, ოღონდ ისა რა ქვია, მუსულმანური. წვერები აქვს მოშვებული და ჯვარი. არა რა ჯვარი. ონა მოლა მუთხრა მეო შენო ნახე როგორი გამოვიდა. მოგარჩენო მაგამიდანო რა. უკვე დადგა ჯამჭეშმით. არა. ეხლა ჩვენ კარტოფილი უნდა ამოვატრიალოთ. ეს ხორცი? ეს ხორცი ნახევრად მზად არის? ჰა? ნახევრად მზად არის, კი ბატონო. ეხლა რაც ხორცი იყო გამოტარიქით. ამოვიღოთ. ჩაიყვანა სარდაფში, მოსამსახურებს უბრძანე რომ არაფერი არ მითხრა. აი ყველაზე გემრიელი აქედანში რომელი არის? აი ეს. რატო? სულიანი ხორცი უფრო გემრიელია ყველაზე. გვიან გაჩერდა? ჩამახედია და. ვახ. მეც ამატარი ბატონო დავით. ხო და მოკლედ ეს მოლა ჩამოკიდა იქ. სადა? ერთი კვირა არაფერი არ აჭამა. ონა დაუბრუნდა პირში გემო. ამიტომ ძალიან ბევრი გაუმაძღარი ადამიანი არ უნდა იყო. თორე მაგის მუღამიც დაგეკარგება და მე სხვა რაღაც საზაგლობებზე დაიწყე ფიქრს, გაიგე? გავიგე. ის აჰა.